თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ჩვენ დამნაშავეები არ ვართ. მადლობა. იქ სადაც მე 7 თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ. ბევრისთვის საპროცესო გარიგება ნამდვილად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ჩემ შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა. ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხყოფელი იყო ჩემთვის. არა და ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. და სილის გაწნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. რასამართალია მე პირადად არ ვიცი. 7 თვე ამაზე ვფიქრობ და არ ვიცი. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთ გზის კაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც განმეორდები. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. განსხვავებით ეგრეთ წოდებული დაზარალებული დგებუაწისა და მგონია კანონში არსებობს ჩემი ქმედების სილის გაწნის პასუხისმგებლობისთვის ადეკვატური მუხლი. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელის ბატონო პროკურორებო. და ეს იქნება ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. ამ განწყობისთვის მადლობა მინდა უთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადამცველებს, როგორც აღნიშნეს. დაიმახსოვრეთ მათი სახელები. დადგება დრო და ისინი ქართული მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის საყრდენი გახდებიან. უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან მადლობას. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, ესეც არ იქნება საკმარისი. იმ სიკეთის დასაბრუნებლად, რომელსაც ვღებულობ და ვგრძნობ 200 დღეზე მეტია. და ბოლოს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ჩვენ დამნაშავეები არ ვართ. მადლობა.